საქართველოს უძლებს და გაუძლებს აი ამ ფსევდო ლიბერალურ ფსევდო თავისუფლების ევროპულ ფსევდო შემოტევებს. რატომ? რამდენიმე მიზეზი აქვს. მე თითოეულ მათგანზე ვიტყვი. პირველი, ეს არის თავად იქ იმ ბანაკში არის ძალიან დიდი დეკადანსი. თავად იქ. ტრამპი ამას განასახიერებს ყველანაირი ასპექტი არ მითხრა ამაზე შეჩერება. თვითონ როგორ ეშინიათ ტრამპის როგორც სახსახებელი. როგორ იძულებულნი არიან რომ მის პოლიტიკას შეუსაბამონ. ეს ხო აი თავარი კოშმარი მათთვის პუტინი კი არ არის, ტრამპი არის. ეგ ვიცით. ევრო ბიუროკრატისთვის. ეს ერთი. ანუ თვითონ ყავლი გაუვიდა თვითონ ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ დემოკრატიას. მეორე, საქართველოში მოახერხეთ დივერსიფიცირება რესურსებს. ეკონომიკა რო არ ქონოდა კარგად, არაფერი კაპიკი იყო ჩვენი ფასი. ჩვენ რაც არ უნდა გვეძახა. თუ ჩამოშლებოდა ეკონომიკა, ჩვენ ვერ გავაჩერებთ სიტუაციას. თა რო აქვს სიტუაციას ვერ გააჩერებთ. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება სიმაგრე საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ მოახერხა ეკონომიკის დივერსიფიცირება. რომ ნებისმიერ ვარიანტში ჩვენ იმდენ ქვეყანასთან აგვაქვს, იმდენად მჭიდრო კავშირი, რომ ჩვენ ვავსებთ ამ ყველაფერს და ამ ომის პირობებში მშვიდობა, ეს არის მესამე ყველაზე მთავარი შევინარჩუნეთ მშვიდობა, ამ ომის პირობებში ჩვენ ვითარდებით. და მეოთხე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც უკვე ვერაფერს ვერ უშველია ნეგენი, გიჟები ოპოზიციაში და აქტივიზმში.